ქუთაისში მაღაზიათა ქსელის ნავნეს რიგით მეორე ფილიალი გაიხსნა. მაღაზია 4 სართულს მოიცავს. მომხმარებელს საშუალება ექნება ქალის, მამაკაცის, ბავშვის ტანისამოსი, ასევე პარფიუმერია, კოსმეტიკა და აქსესუარები საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასებში შეიძინოს. გახსნის დღე საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ნავნეს ახალი ფილიალი მყიდველებს ნამდვილად არ ურჩიოდა. რამდენიმე იღბლიან მომხმარებელს 100, 50 და 30 ლარიანი ვაუჩერები გადაეცათ. შედგა გათამაშებას ორკაციანი საგზური ეგვიპტეში ლია ბერაიამ მოიგო. ნავნეს მაღაზიათა ქსელის მომხმარებელი ვარ უკვე თბილისში, სანამ ქუთაისში გაიხსნებოდა თბილისიდან მოყოლებული, მე ძალიან გამიხარდა ქუთაისში, როდესაც ეს მოგვეცა ეს ბედნიერება, ესეთი დიდი არჩევანი არის ნავნესში წარმოდგენილი, თან ძალიან ჩვენთვის მისაწვდომ ფასებად. აი ძალიან ბედნიერი ვარ. აი არ ველოდი მართლა დღეს ისე ჩამოვედი და შემთხვევით დავინახე რომ ანუ კი ვიცოდი გახსნა რო იყო, მაგრამ არ დამიგეგმავს და რაღაც რო იყო ესეთი რაღაც გალამაზებული და ისე მე რაღაც თუნებას ვერ გაუძელი, მეც დაველოდე გახსნას. და მე რაღაცები შევიძინე და ესეთ საოცრად დამთავრდა ეს ჩვეულებრივად დაწყებული დღე. აი რო ვერ წარმოვიდგენდი ისე ვერასოდეს. საოცარი სიურპრიზი დამატყდა თავს. დღეს გახსნაზე საკმაოდ ბევრი სიურპრიზი შევთავაზეთ ჩვენს მომხმარებელს, აქედან უსაჩქროდ საერთოდ არავინ არ წასულა. ყოველ შეძაძეზე იყო საჩუქარი, ასევე გავათამაშეთ საკმაოდ ბევრი ვაუჩერები და მთავარი პრიზი ორკაციანი საგზური, რომელიც მოიგო ლიამ, თქვენც ნახეთ. მე მგონი ყველანი კმაყოფილები არიან და იმედი მაქვს ნავნე ესე გააგრძელებს, იმიტომ რომ დღეს საკმაოდ დადებითი დღე გამოვიდა. ყოველი ახალი ობიექტის გახსნა მიხარია, მით უმეტეს თუ ეს ქუთაისში იხსნება და მოხარული ვარ, რომ ქუთაის ასეთი ლამაზი ობიექტი შეეძინა და მოგიწოდებთ ყველა ქუთაისს. მართლა რომ ლამაზი ობიექტია, მართლა რომ ყველანაირი ფასის პროდუქცია, მოგზავნით და ისიამოვნეთ. მაღაზიათა ქსელი ნავნე ქართულ ბაზარზე ყველაზე დიდი იმპორტიორია. მთელი ქვეყნის მასშტაბით 25 ფილიალს აერთიანებს. კომპანიის მთავარი მიზანია მომხმარებლისთვის მომსახურების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა და ხარისხიანი პროდუქციის ხელმისაწვდომ ფასად შეთავაზება. ნავნეს ფილიალი ქუთაისში უკვე ღიაა და მომხმარებელს შეუძლია მას წერეთლის 5 ნომერში ესტუმროს.